ახლა უნდა ვისაუბროთ ჩვენ განათლების ნაწილზე, მათ შორის ბიზნესის, განათლების თანამშრომლობაზე, რაც ესოდენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბატონი გიორგი ხუბუა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, მოგესალმებით. ბატონი გიორგი, მოგზაურობისათვის. მადლობა მოწვევისათვის. მოკლედ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმატში ბიზნესის და განათლების სექტორის თანამშრომლობაზე და თქვენს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორობა, საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორობამდეც თქვენი მანამდე გამოსვლება, მათ შორის გერმანიაში საქმიანობის პერიოდში საკმაოდ თამბეჭდავია ამ კუთხით. თუ შეიძლება რომ თქვენი შეფასება გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საქმიანობის კომუნიკაცია ბიზნესთან და ბიზნესის თანამშრომლობა განათლების სექტორთან. ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო გიორგი, მეც სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს დისკუსიებს სხვა ფორმატში, სხვა კონტექსტში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების მთავარი ვექტორი, კონცეფცია, რომელზეც იქნება დაფუძნებული სწავლება, კვლევა ჩვენს უნივერსიტეტში, არის სწორედ სამეწარმეო უნივერსიტეტის იდეა. სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი ცოდნა უზარმაზარი ინდუსტრიაა და ალბათ ინდუსტრიის ერთადერთი სფეროა, რომელსაც კონიუნქტურა არ ეხება. დროთა განმავლობაში შეიძლება ყველაფერზე შეიცვალოს მოთხოვნების კონიუნქტურა, მაგრამ მოთხოვნა ცოდნაზე მუდმივად გაიზრდება, ამიტომ ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი კონცეფცია იქნება მიმართული სწორედ ამ ფოკუსირებული ამ მიმართულებაზე, ცოდნას შევხედოთ როგორც ყველაზე დიდი ინდუსტრიას, ყველაზე განვითარებად ინდუსტრიას მსოფლიოში და ასევე უნივერსიტეტიც უნდა იმართებოდეს როგორც დიდი კორპორაცია. შეიძლება ითქვას ცოტა ახალი მიდგომაა სამეწარმეო უნივერსიტეტი. საქართველოს შემთხვევაში აი ამის დანერგვის მცდელობა გარკვეულწილად ახალია, ვიტყოდი ასე. კი, მცდელობები იყო, მაგრამ არა ისეთი კომპლექსური. გეთანხმებით, საქართველოს სინამდვილეში ეს იქნება სიახლე, მაგრამ არა ექსპერიმენტი, იმიტომ რომ მსოფლიოს წარმატებული უნივერსიტეტები სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებიან და მხოლოდ ამ ფორმატით შეიძლება გახდეს უნივერსიტეტი განვითარების ფაქტორი ქვეყანაში და ქუთაისის უნივერსიტეტის ძირითადი იდეა და მიზანი არის, რომ სწორედ უნივერსიტეტი გახდეს განვითარების ფაქტორი. ეს შეუძლებელია თუ ჩვენ აქტიური კავშირი არ გვექნება არა მხოლოდ ბიზნესთან, მომავალი უნივერსიტეტების ინსტიტუციის, მათ შორის უნივერსიტეტის მომავალი ეკუთვნის სწორედ ეგრეთ წოდებულ ქსელურ უნივერსიტეტებს, რომლებიც მაქსიმალურად არიან ინტეგრირებული საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან, ამ შემთხვევაში ბიზნესთან. ჩვენ გვინდა დავნერგოთ და დავნერგავთ აუცილებლად ეგრეთ წოდებულ რეალურ პროექტზე დაფუძნებულ სწავლების მიდგომას უნივერსიტეტში, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ეს კლასიკური ორსუბიექტიანი სქემა უნივერსიტეტებში, რომელიც დღემდე მოქმედებს და შედგება მხოლოდ სტუდენტისა და პროფესორისაგან. ეს ორსუბიექტიანი სქემა აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ სამსუბიექტიანი სქემით, პროფესორი, სტუდენტი, დამსაქმებელი. თუ არ შედგა ეს ალიანსი, თუ იმთავითვე სწავლის დასაწყისიდანვე სტუდენტი არ იქნება ჩართული რეალური პროექტების სახით ბიზნეს არ ექნება ურთიერთობა ბიზნესთან, შეუძლებელია უნივერსიტეტმა განვითარების სიტყვა თქვა საზოგადოებისათვის. ძალიან საინტერესოა თქვენი ეს ხედვა კიდევ ერთხელ ძალიან მიხარია რომ მქონდა ბედნიერება რამდენიმე წლის წინაც გვესაუბრა ამ თქვენს იდეებზე, რაც მართლაც თამბეჭდა, ვინაიდან დამსაქმებელთან კომუნიკაცია საქართველოს რეალობაში სადასტურებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ მოვიყვანეთ მაგალითები, მათ შორის ბოლო კვლევის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, რომელიც გვაჩვენებს, რომ ერთია ბიზნესის მოთხოვნა და მეორეა კადრების მიწოდება და დიდი აცდენა ამ ნაწილში, ანუ კადრების დეფიციტი არის, რაც საქართველოს რეალობაში ერთ მხრივ თითქოს უმუშევრობაა ქვეყანაში და არის ნამდვილად, მაგრამ მეორე მხრივ ბიზნესი განიცდის კვალიფიციური კადრების დეფიციტს. ალბათ ეს არის ის საკითხი, სადაც შეიძლება გარკვეული შუალედის დამატებით პოვნა. აუცილებლად, ბატონო გიორგი, იმიტომ რომ თვითონ ასეთი სქემაც და მოლოდინიც ხშირად ამბობენ, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ორიენტირებული შრომის თავისუფალი ბაზრის მოთხოვნებზე. ესეც არ არის გამოსავალი და ეს არ არის სწორი მიდგომა, იმიტომ რომ ვერც ერთი დამსაქმებელი ცალკე აღებული დღეს ნამდვილად ვერ იტყვის თუნდაც 2 ან 3 წლიანი პერსპექტივით როგორი იქნება შრომის თავისუფალი ბაზრის კონიუნქტურა. იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი და თუ კი არ შედგა იმთავითვე აქტიური დიალოგი, მთავარი პრობლემა დღეს მე ფიქრობ
არის სწორედ ამ დიალოგის და კომუნიკაციის დეფიციტი უნივერსიტეტს, დამსაქმებელსა და ასევე სტუდენტს შორის. ჩვენ სტუდენტი არსებითად დეგრადირებული გვყავს სასწავლო პროცესის პასიური ობიექტის დონეზე. ის მოდის მონოლოგის ფორმით უსმენს ლექციებს, სემესტრის ბოლოს აბარებს იგივე ინფორმაციას გამოცდის სახით, მაგრამ რა ამით ახალი არაფერი არ იქნება და ცოდნა ყოველთვის რაღაც ახალს უნდა ქმნიდეს და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი პროფესორი და სტუდენტი იმ თავითვე არა მხოლოდ აქტიურ დიალოგში და კომუნიკაციის პროცესში იქნებიან ერთმანეთთან, არამედ სწორედ ასეთი რეალური პროექტების სახით ითანამშრომლებენ როგორც პარტნიორები. აბსოლუტურად. ხო, ჩვენ ძალიან საინტერესო მოდელს ვქნით. თავისთავად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მისი იდეიდან გამომდინარე, ხომ არის ერთადერთი საერთაშორისო სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც საკმაოდ საინტერესო კონცეფციას ქმნის და ასევე საინტერესოა თქვენი თანამშრომლობა არა მხოლოდ ბიზნესთან, არამედ იმ უწყებებთან მათ შორის, რომლებიც პოტენციურად დამსაქმებლები არიან. ხო, რამოდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელება, რამოდენიმე საინტერესო იდეა ვნახეთ, იყო თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან, არის იგივე ახალი tech hub-ის შექმნის იდეა, რომელიც ყველას გვაინტერესებს თუ რა იქნება, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში. თანამშრომლობა საკპატენტთან, საკპატენტის ხელმძღვანელები ბრძანდებოდა ცოტა ხნის წინ და ამ თემაზეც ვისაუბრეთ. რას მოიცავს უწყებებთან ეს თანამშრომლობა, რა არის ძირითადი მიზანი ამ ნაწილის? ჩვენი მიდგომა არის, რომ უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გახსნილი იყოს ამ ურთიერთობებისათვის. ჩვენ უკვე დავიწყეთ ძალიან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან, სწორედ ასეთი რეალურ პროექტზე დაფუძნებული მიდგომით, აეროპორტების გაერთიანებასთან, საკპატენტთან ვაკეთებთ განვახორციელებთ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ასევე მოიცავს ინოვაციებისა და მეწარმეობის კულტურის განვითარებას, იმიტომ რომ არსებითად ჩვენ მოგვიწევს და აუცილებლად უნდა შევცვალოთ ზოგადად ეს დამოკიდებულების კულტურა ბიზნესთან ურთიერთობის თვალსაზრისით მეწარმეობა ნიშნავს პირველ რიგში ასე რომ სტუდენტს რისკის ელემენტი ასწავლო მას რომ წარუმატებლობა ეს არ არის დიდი უბედურება, ესეც ერთ-ერთი გამოცდილება ექსპერიმენტებისადმი მზადყოფნა და რაც თავარია დავანახოთ სახელმწიფო უწყებებს, ნებისმიერ სხვა და სიკერძო სექტორს დამსაქმებელს, რომ უნივერსიტეტს შეუძლია კარგი პარტნიორობა გაუწიოს მათ და ამ ფორმით უახლოს მოვალში ჩვენ ასევე გეგმავთ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისათვის გადამზადების სერიოზული კურსების შეთავაზებას, სწორედ ლიდერობის, კომუნიკაციის უნარჩვევების გაძლიერების თვალსაზრისით. დღეს უნივერსიტეტმა სტუდენტი უნდა მოამზადოს ცვლილებებისათვის. არა ისეთი ილუზია შეუქმნას, რომ მე რაღაც მზა რეცეპტებს გასწავლი, რომელიც მე სიცოცხლის ბოლომდე გამოგადგება, არამედ უნდა სტუდენტს კონდეს ის უნარჩვევები, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს მერე უკვე შეცვლილ სიტუაციაში მაქსიმალურად ადვილად მოახდინოს ადაპტირება და მიიღოს ჩვენთან არა ინფორმაცია, არამედ ცოდნა. უნივერსიტეტმა უნდა მისცეს ცოდნა. ინფორმაციის მიღება რომ მიიღო ინფორმაცია არ არის აუცილებელი მოხდე უნივერსიტეტში. მაგრამ ცოდნის მიღება, ჯერ ცოდნის მიღება ყოველთვის სასიამოვნო პროცესია. არც ცოდნის მიღებისგან არც იღლება ადამიანი, ცოდნისგან დაღლილი ტვინი არ არსებობს. ინფორმაციისგან შეიძლება დაიღალოს, მაგრამ ცოდნის გარეშე ასევე შეუძლებელია გაუძლო იმ გამოწვევებს, რომელსაც თანამედროვე ცხოვრება სულ უფრო და უფრო ასე რთულ გამოწვევების წინაშე გვახენებს. ბუნებრივია და ამავდროულად ძალიან საინტერესოა თქვენი და ჯიტას ინოვაციო ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობა ტექნოჰაბთან დაკავშირებით. ხომ ეხლა ამ პერიოდში საკმაოდ ისეთი აქტიურად ვისმენდით ამ საუბრებს. ჯიტასთან ჩვენ ტრადიციულად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, გვინდა უფრო ინტენსიური გახდეს ქუთაისში დაგეგმილი ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სერიოზული ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბებას, ამ ჰაბის ჩამოყალიბების პროცესშიც და მონაწილეობის თვალსაზრისითაც ჩვენ უკვე გვაქვს კარგი გეგმები დაგეგმილი, უკვე
ვახორციელებთ ამ გეგმის ცალკეულ ნაწილებსაც. გარდა მე ვფიქრობ, ესეთი ინტელექტუალური რესურსის მონაწილეობით უნივერსიტეტს შეუძლია კარგი პარტნიორობა შესთავაზოს ჯიტას. მომავალ კვირას ჩვენ ასევე უნივერსიტეტში ხსნით Huawei-ის აკადემიას საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და მიზანი არის სწორედ ეს, რომ ჩვენს სტუდენტებს, პროფესორას, აკადემიურ პერსონალს და რეგიონს ასევე ამ ხრივ მიეცეს განვითარების სერიოზული პერსპექტივები და მხოლოდ ასეთი ინტენსიური ინტეგრირების პროცესში შეიძლება ჩვენ განვავითაროთ არა მხოლოდ უნივერსიტეტი, არამედ ასევე რეგიონიც. აბსოლუტურად და აუცილებლად ბოლოსკენ მინდა აღვნიშნო და თან გკითხოთ ეს ნაწილი. პირველ რიგში რომ არა ფონდი ქართუ ჩვენ ამ შედეგებზე ვერ ვილაპარაკებთ. ბუნებრივია, ფონდი ქართუს მართლაც შთამბეჭდავი შედეგები აქვს. უკვე ამ ნაწილში ფონდი ქართუს ინსპირაციიდან გამომდინარე ამ თემას უკვე შთამბეჭდავი შედეგები აქვს. მაღალია უკვე განხორციელებული ინვესტიცია და რა იგეგმება კიდევ დამატებით რომ გითხრათ, ასე ვთქვათ, სამომავლოდ რა შეიძლება ველოდეთ, იმიტომ რომ ყოველთვის გამოვირჩევით თქვენგან ისეთი გაბედული და საინტერესო ნაბიჯებით და ქართუს ხარდაჭერა აქ განსაკუთრებულია. ცხადია, ეს არის ამ მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტი, არ ხორციელდება საქართველოში, მოგეხსენებათ ფონდი ქართუ 1 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობით ახორციელებს ამ პროექტს. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა, ესეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება მხოლოდ ინატროს ნებისმიერმა ევროპის განვითარებულმა უნივერსიტეტმა ეს ინფრასტრუქტურა წელს გაცილებით უფრო გაიზრდება. ჩვენი მიზანია, რომ კამპუსზე, რომელიც მოიცავს 160 ჰექტარს, ეს ინფრასტრუქტურა განვითარდეს დაახლოებით 30000 სტუდენტზე გვაქვს ჩვენ გათვლა. უკვე სექტემბერშივე ჩვენ დავიწყებთ 9 ახალი პროგრამის განხორციელებას, მათ შორის 2 ახალი სადოქტორო პროგრამა ინოვაციების, მეცნიერების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტი და ლოგისტიკა, ვიწყებთ 2 დიპლომის პროგრამებს მედიცინის მიმართულებით და დიზაინის მიმართულებით ნეაპოლის უნივერსიტეტთან და ჩვენს კურსდამთავრებულში შესაძლებლობა ექნებათ აქვე მიიღონ ევროპული დიპლომი, მაღალი დონის განათლება. ესეც სიმბოლურია, სხვადასხვა ნეაპოლი არის მსოფლიოში პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაფუძნებული პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია. ჩვენ გვექნება ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგიის მიმართულებით ბამბერგის უნივერსიტეტთან, გვექნება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საკპატენთან ერთად და ვიპოსთან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე გვექნება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და იურიდიული ფაკულტეტიც, რომელიც ასევე დაეფუძნება ახალ მიდგომებს, სწავლების ახალ მეთოდს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა, როგორც ახალ უნივერსიტეტს, იმ ხრივ, რომ შეგვიძლია სწორედ ახალ მიდგომებზე დაფუძნებული ფაკულტეტების სპეციალობები განვავითაროთ, ამიტომ ჩვენ არ გვინდა გავიმეოროთ რაღაც კლასიკური, სტანდარტული, იმიტომ რომ სულილება ყველაფერს ეხება დღეს, სულილება უნდა შეეხოს განათლების სფეროსაც და ჩვენ მაქსიმალურად მზად და რაც თავარია ღია უნდა ვიყოთ ამ ცვლილებებისათვის. აბსოლუტურად გეთანხმებით და თან დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზ გავუსვარო, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე და ზუსტად ვიცი და მჯერა თქვენი ხედვების სხვაგვარად ვერც იქნება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი დღეს ბიზნეს ინსაიდერში სტუმრობისთვის.